სამედიცინო კორპორაცია EVEX-მა დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ონკოლოგიის ცენტრი გახსნა. გახსნის ცერემონიალს იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე და ქუთაისის მერი ესწრებოდნენ. ონკოლოგიის ცენტრი ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა მთელს იმერეთის რეგიონში, სადაც სამედიცინო კორპორაცია EVEX-მა ხაზოვანი ამაჩქარებელი აპარატის დამონტაჟება განახორციელა, რომელიც რთულად მისადგომ სიმსივნურ დაზიანებულ უბნებში მიზნობრივ დასხივებებს ახორციელებს. დასავლეთ საქართველოს ონკოლოგიის ცენტრის შესაქმნელად სამედიცინო კორპორაცია EVEX-მა 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. გაიხსნა ონკოლოგიის ცენტრი, რომელიც ფაქტიურად იმერეთის რეგიონში საერთოდ არ არსებობდა. ეს მომსახურება არა მარტო იმერეთის რეგიონს, საერთოდ დასავლეთ საქართველოს. გამომდინარე აქედან მე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესეთი პროექტები ხორციელდება ქვეყანაში. როგორც ვიცი, 12 მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო დღეს ამ კომპანიამ განახორციელა ეს ინვესტიცია. 200 კაცი დასაქმდება დღეს ამ კლინიკაში და საუბედუროდ ძალიან ბევრი პაციენტია დღეს საქართველოში ესეთი, რომელიც საჭიროებს ამ დახმარებას. გამომდინარე აქედან მე მივესალმები ამ წამოწყებას. ძალიან მნიშვნელოვანი არის მსგავსი ცენტრის არსებობა ჩვენ ქალაქში, იმიტომ რომ ეს არა მარტო ქუთაისის, არამედ მთლიანად დასავლეთ საქართველოს მომსახურება. Ახლობით 10 მილიონზე მეტი ლარის ინვესტირება მოხდა და დასაქმდება 200-ზე მეტი ადამიანი და რა თქმა უნდა მაქსიმალური კომფორტი არის იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ონკოლოგიური პრობლემები გააჩნიათ. რაც ყველაზე მთავარია ქრონიკული ონკოლოგიური პაციენტები რეგიონში მცხოვრებებს აღარ დაჭირდებათ რეგიონის დატოვება და აქვე ადგილზე მიიღებენ ონკოლოგიური სერვისების სრულ სპექტრს, როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის. ყველაზე დიდი ონკოლოგიური ცენტრი დასავლეთ საქართველოში, სადაც თავმოყრილი იქნება ონკოლოგიური სერვისების სრული სპექტრი, როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მედიკამენტოზური მკურნალობის, ხიური თერაპიის კუთხით. ამისათვის ჩვენს მიერ შეძენილი იქნა ხიური თერაპიის თანამედროვე აპარატი, ბრახითერაპიის აპარატი, რომელიც საშუალებას იძლევა უმკურნალოდ პაციენტებს